ჩვენ ვსაუბრობთ ომზე, რომელმაც უმძიმესი შედეგები გამოიწვია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ომმა, რომელმაც უმძიმესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ადამიანური ჭრილობები მიაყენა მთელს ქვეყანას. დავკარგეთ რამოდენიმე ათასი ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე მებრძოლი, მივიღეთ რამოდენიმე ასეული ათასი დევნილი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი ჩვენი ქვეყნის მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ცხადია სერიოზულ ზიანს აყენებს და ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ვერასოდეს სრულყოფილი, ვერ იქნება ვერასოდეს ძლიერი, მანამ სანამ მისი საზღვრები არ აღდგება, მანამ ეს ქართველები არ დაბრუნდებიან თავის სახლში და სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. ამ მასშტაბის პრობლემის წინაშე ვართ. იმისთვის რომ ჩვენ მომავალში იგივე შეცდომები არ დაუშვათ, მომავალში რომ გამარჯვებული გამოვიდეთ, ჩვენ წარსულის შეცდომების შესახებ დეტალურად უნდა ვიცოდეთ. რა ვიცი, ჯერ კიდევ სუნძი, ჩინელი სტრატეგოსი ომის ხელოვნებაში აღწერს, რომ იმისთვის რომ შენ გაიმარჯვო, უნდა იცნობდე როგორც მოწინააღმდეგეს, ასევე უნდა იცნობდე საკუთარ თავს. აქ შეცნობაში იგულისხმება ყველა პუნქტი, ანუ რა მოცემულობა იყო, რა კონტექსტი იყო, ჯარი რამდენი ყავს, შენ რამდენი ყავს, მორალური, ანუ მდგომარეობა, ყველა დეტალი. შენ როდესაც აღჭურვილი ხარ და შეიარაღებული ხარ ამ ინფორმაციით, იმიტომ რომ პროცესი თავისთავად კი არ არსებობს. პროცესი რაღაცა დეტალებისგან შედგება, ხო? ჩვენ როდესაც ჩვენ არც საკუთარ თავს არ ვცნობთ. ანუ ამ სუნძის კონცეფციით რომ ვიხემძღვანელოთ, არც საკუთარი თავის შესახებ არაფერი არ ვიცით, სახელმწიფოს დონეზე ვამბობ მე. და არც მოწინააღმდეგეს ვიცნობთ. ყველაფერი დაყვანილია ძალიან პრიმიტიულ, დილეტანტურ დონეზე, სადღეგრძელოების დონეზეა ყველაფერი დაყვანილი და რაღაცა მითოლოგიის დონეზეა. თან ყველა ომს ეხება ეს არ ეხება არა მარტო აფხაზეთის ომს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო რაღაც ისეთ პერიოდში ეს ომი, რომ დეტალები არ უნდა ვიცნოდეთ. ცნობილია ყველაფერი. ცოცხალია მათ შორის ის ხალხი, ვინც უშუალოდ იღებდა ამ პროცესებში მონაწილეობას და დეტალური ინფორმაციის გაზიარება შეუძლია მომავალი დასკვნებისთვის და ანალიზისთვის. ჩვენ აგვისტოს ომის შესახებაც არაფერი არ ვიცით. დღემდე ეს საგანი არის უბრალოდ პოლიტიკური მანიპულაციების, სპეკულაციების და ურთიერთ დაპირისპირების და ურთიერთ შეტევისთვის გამოყენებული. და სახელმწიფო საერთოდ არც სახელმწიფოს ეს შეგროვილი მასალა თუ რა მოხდა არ აქვს და მეორე უყურე მარტო ამ ანალიზის სულ რომ ეს სრულფასოვნად იყოს და სრულყოფილად შედგენილი აი ყველა შეცდომის, ყველა დეტალის გააზრებით და გაანალიზებით მარტო ამის აღწერა და სადღაც თაროზე ამის დადება არ არის საკმარისი. მათ შორის სახელმწიფომ და საზოგადოებამ რაღაცა შეცდომები დაუშვა. ხო, ჩვენ ფაქტია წავაგეთ ომი. ხო, მე არ კატეგორიულად არ ვღებულობ იმ კონცეფციას, რომელსაც გვთავაზობენ მაგალითად ლიბერალები. აი ჩვენი მარცხის გარდაუვალობის კონცეფციას, რომ ყველაფერი იყო გარდაუვალი. ანუ ჩვენი წაგებები აფხაზეთში, სამაჩაბლოში 2008 წელს იყო ყველაფერი წინასწარ გაწერილი და მოკლედ ბედის წერა გვაქვს ჩვენ რომ ყველა ომიდან წაგებულები გამოვიდეთ. მე კატეგორიულად უარყოფ ასეთ ფატალისტურ რაღაცა ბოდვებს. ეგ გამოდის რომ აზრი არ ქონია არაფერს. ანუ რა ვიცი, საქართველოს განწირული ყოფილა წარუმატებლობისთვის და მომავალი წაგებებისთვის. არა, მეგობრებო, ჩვენ დაუშვით ძალიან ბევრი შეცდომა. ჩვენმა მხარემ ფაქტია, შენ რო წაგებული გამოხვედი რაღაცა პროცესიდან, ხო იყო ორი მხარე. შენ გამოხვედი წაგებული, ესე იგი შენ რაღაცა შეცდომები დაუშვი, ხო მასია? არ არსებობს რომ შენ შეცდომები არ დაგიშვია და მოგებული გამოხვედი. აქედან გამომდინარე, მარტო ამის ანალიზი მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამის დასკვნები. ეს არ არის საკმარისი. მათ შორის ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მომავალი ანალოგიური პროცესების შემთხვევაში საზოგადოებაშიც იყოს სწორი კომუნიკაცია. საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ ამერიკელების, ანუ ამერიკის დასავლეთის
და ელცინის ერთობლივი პროექტი იყო DST. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელიც აბსოლუტურად ბუტაფორიული წარმონაქმნი იყო, რომელსაც არანაირი რეალური არც წესდება, არც რაღაც ძალა არ გააჩნდა და დღემდე არსებობს, მაგრამ რა არის DST? ან რომელი მისი წევრი ითვალისწინებს DST-ს როგორც ფაქტორს. აზერბაიჯანი მაგალითად დღემდეა DST-ს წევრი. მოლდოვა იყო, მე მგონი ამ წლამდე იყო მოლდოვას იმის DST-ს წევრი. იმდენად ბუტაფორიული იყო ორგანიზაცია, რომ მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდა. რომ ელცინისთვის შეემსუბუქებინათ საბჭოთა კავშირის ნგრევის სიმძიმე. აი რუსეთმა დაანგრია საბჭოთა კავშირი, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა სივრცეა DST-ის სახით, რომელიც შედგება ყოფილი სოციალისტური სახელმწიფოებისგან და რუსეთმა კი არ დაკარგა გავლენა, არამედ რაღაც სხვანაირი ტრანსფორმაცია მოხდა. აი იმ დერჟავნიკებისთვის, იმ ძალოვანებისთვის, რომლებსაც უნდოდათ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება, იმისთვის გადაგდებული ძვალი იყო რეალურად. ეს ამერიკელებთან შეთანხმებული პროექტი იყო, არც ამერიკელები არ მალავდნენ ამას. და ელცინის ამოცანა იყო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა შესულიყო ამ DST-ში. რათა ერთგვარი რაღაც ისევ შეეკრა, ანუ მას ქონოდა ის არგუმენტი, რომ მან კი არ დაშალა საბჭოთა კავშირი, კი არ დაკარგა ტერიტორიები და ბრძოლით და იარაღით მოპოვებული გამარჯვება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. არამედ რაღაცა სხვა სახე მისცა, უფრო ცივილიზებული, უფრო რაღაც თანამედროვე ურთიერთობებზე გადავიდა თან დასავლეთთან შეთანხმებით. საქართველოსთვის DST მაშინ იყო, რაღაც საზოგადოებაში იყო აღქმული როგორც ისევ საბჭოთა კავშირში დაბრუნება, ხო რაღაც DST-ის ხსენება იყო რაღაც პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი. იმ დონემდე იყო ჩვენთან აქ შიდა პოლიტიკური პოლემიკა აწეული. რუსები ძალიან მარტივ რაღაცას თხოვდნენ შევარდნაძეს. DST-ში შესვლას და ამით ახალი გეოპოლიტიკური რეალობისთვის თვალის გასწორება. შევარდნაძისთვის DST-ში შესვლა იყო სიკვდილის ტოლფასი, ვინაიდან ამას ეწინააღმდეგებოდნენ არა მარტო მაგალითად ზვიად გამსახურდიას მომხრეები, არამედ მისი მომხრეებიც კი. აი ცნობილი კადრები თუ გინახია საქართველოს პარლამენტში რომ მიმდინარეობს ეს DST-ში ეს უკვე მარცხის მე და რომ კინკლაობა მიდის, ჩხუბი რაღაცა ჯაბა იოსელიანი რო ცინის მე ძალიან ცნობილი კადრებია. ანუ საკუთარ პარლამენტში, საკუთარ გუნდშიც კი ამას მოყვა ძალიან დიდი წინააღმდეგობა და უკმაყოფილება. გარკვეული მაქსიმალისტური წარმოდგენები იყო მაშინ პოლიტიკურ სპექტრში. აი თუ მე რო აღნიშნე რომ აფხაზებსაც ჰქონდათ მაქსიმალისტური და მინიმალისტური წარმოდგენები, ქართულ მაშინ პოლიტიკურს ჩვენს ჰქონდა ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენები. ახლა მოდი ჩვენი რეალობაც და ჩვენი შეცდომებიც ვაღიაროთ. ჩვენ გვეგონა რომ აი ხა მოიპოვებთ დამოუკიდებლობას და საქართველო აყვავდება. ეგეთი წარმოდგენები იყო. ძალიან ურაპატრიოტული და ჩემი აზრით არაკომპეტენტური. და ესეთი წარმოდგენები ჰქონდათ პოლიტიკოსებს, კაცო, ეს საუბარი არ არის რომ რაღაც რიგით ადამიანს ჰქონდა. ესეთი წარმოდგენები ჰქონდათ მართველებს, ვისაც ქვეყნის ბედი ებარათ. ასეთ ვითარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალები შედიან აფხაზეთში, რომელიც იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომლითაც ჩვენ ფორმალური მიზეზი მივეცით მოწინააღმდეგეს, ჩვენ წინააღმდეგ ეწარმოებინა საბრძოლო მოქმედებები, საუბარია 14 აგვისტოს 1992 წლის 14 აგვისტოს მოცემულობას, როდესაც აფხაზეთის რკინიგზის დაცვის ეგიდით ჩვენ შევიყვანეთ ძალიან სუსტი, არაორგანიზებული მცირე შეიარაღებული ძალები იმ ვითარებაში, როდესაც დანარჩენ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ანუ წარმოიდგინე რა მასშტაბის შეცდომა იქნა დაშვებული. სუფთა საინფორმაციო
ანუ წარმოიდგინე, შენ ჯარისკაცს რო ომში რთავ, შენ ხო მას რაღაცა აღმატებული სურათი უნდა დაუხატო, ხო? რაღაც შენი წმენისთვის იბრძვი, სამშობლოს იცავ, რაც შენს ქვეყანას იცავ, შენ რო შენ ჯარისკაცს ეუბნები რკინიგზა დაიცავ და მაგ მოტივით რომ საბრძოლო მოქმედებებში რთავ, შენ შეიძლება ითქვა საინფორმაციო ომს უკვე კარგავ. იმიტომ რომ მოწინააღმდეგე მაგ შენ სვლას გამოაცხადებს სამამულო ომად და საკუთარი ძალების მობილებას უფრო მარტივად მოახდენს. აი, იგივე შეცდომა დაუშვა მაგალითად 22 წელს პუტინმა, როდესაც სპეციალური ოპერაციის ფორმატით შეიყვანა ჯარები უკრაინაში. ანუ რუსები ომობენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ეგიდით და უკრაინელები ომობენ სამშობლოს დაცვით, ანუ სამამულო ომის ეგიდით. ამისთვის არის სპეცოპერაცია? იმისთვის არის ეს ამას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი დისციპლინისთვისაც. მაგიტომ ახერხებს მაგალითად უკრაინა იქ ვიღაცების დაჭერას, ქუჩაში გამოჭერას, იმაში ბუციფიკაციას, რასაც ეძახიან, აი ხალხს რო იჭერენ ძალით და რომ მიათრევენ. იმიტომ რომ სახელმწიფო ამბობს და მე კაცო თავს დამესხნენ. ჩვენ სამამულო ომის რეჟიმში ვარ და შენ მათ შორის უნდა ძალით აგათრიოთ ეხლა ომში. სამხედრო სპეცოპერაციის რეჟიმში რო ყოფილიყო უკრაინა, როგორც 2014 წელს სხვათა შორის. 14 წელს ეგ შეცდომა უკრაინამ დაუშვა. როდესაც დონბასში აფეთქდა და რუსებმა აფეთქეს დონბასი ადგილობრივების მონაწილეობით. უკრაინა ომობდა კონტრტერორისტული ოპერაციის ეგიდით. და კონტრტერორისტული ოპერაციის ეგიდით შენ ხალხს ძალით ვერ წაათრევ ომში. შენ ძალით, ანუ მობილიზაციის ხარისხი ერთია, როდესაც სპეცოპერაციის რეჟიმში ხარ და მეორეა, როდესაც სამამულო ომის რეჟიმში ხარ. სამშობლოს ემუქრება საფრთხე, განაცხადის კონტექსტია ისეთი. განაცხადის კონტექსტია. ფართო მასშტაბიანი თუნდაც მობილიზაცია. კი, შენ მორალური უპირატესობა გენიჭება. შენი ჯარისკაცი უფრო მოტივირებულია. და სახელმწიფოს მარტივად შეუძლია პროცესების მართვა. შიდა პოლიტიკური კინკლაობა ქრება. იმიტომ ყველა ხვდება რომ არ არის პოპულარული. საზოგადოების კონსენსუსი დგება ამ საკითხის გარშემო. ამიტომ ჩვენ, როდესაც ეგეთი ჯარები შევიყვანეთ, საინფორმაციო ომი უკვე წავაგეთ. ანუ შენი საინფორმაციო ომი არის ძალიან არაეფექტური. ერთი მხარე ამბობს, რომ მე ჩემს ქვეყანას ვიცავ, ჩემს მიწა-წყალს ვიცავ, შემოსულებისგან ჯარის თავს დამესხა და შენიანებს ეუბნები, რომ რკინიგზა უნდა დავიცვათ. ეგ ხომ, აი, ცუთა საყოფა ცხოვრება მაგალითი რომ მოვიყვანოთ. აი, წარმოიდგინე ხა, მე და შენ შორის რომ იყოს რაღაცა ნელთბილი კონფლიქტი. მე რო დაუძახო ეხლა ჩემს ძმაკაცებს შენთან საკონფლიქტოდ. ოღონდ ჩემს ძმაკაცებს უთხრა, რომ რაღაცა იქ სხვა რაღაცა უნდა გავაკეთოთ რა, ჯაბას სახთან რაღაცა ტერიტორია უნდა დავზვეროთ. და შენს ტერიტორიაზე შემოვიდეთ. ან შენთან კონფლიქტში შემოვიდეთ. შენ ხო მარტივად შეგიძლია თქვა, რომ მე თავს დამესხნენ, კაცო. და შენიანებიც კი მოატყუე. კონფლიქტში გადაიზარდა, მაგრამ სხვა რაღაცა უთხარი მანამდე. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა თოთაშორის ჩვენს მარცხში, ჩვენს დამარცხებაში, ამ კონფლიქტის დაწყების ფაქტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ თუ გიწევ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა, რა სასტარტო სახელით, რა ლოზუნგით და რა დროშის ქვეშ გიწევს. შენ თუ გიწევს ომი, ჯობია შენ გიწევდეს ომი სამამულო ეგიდით. იმიტომ რომ მარტივად მოახერხებ ჯარისკაცების მობილიზებას, ხალხის დარაზმვას, უფრო მარტივად მოახერხებ. მომზადების სხვა. კი, და პლუს აი ეს დავამატებ. პლუს ჩვენ მივიღეთ ისეთი მოცემულობა, როდესაც ქვეყანა იყო ორად გაყოფილი. ანუ ჩვენ შევედით საგარეო კონფლიქტში, იმიტომ რომ რუსეთი იყო ამ პროცესების უკან, ანუ რუსეთსაც დავეჯახეთ, უბრალოდ ჩვენს ტერიტორიაზე, ეთნო კონფლიქტში, საბრძოლო მოქმედებებში შევედით პირველი
რაღაც გაუგებარი ლოზუნგით და მეორე პრობლემა იყო რომ ქვეყანა იყო ორად დაყოფილი. ანუ ჩვენ ძალებსაც ვერ ვიყენებდით, იმიტომ რომ ერთმანეთს ესროდნენ ქართველები სამტრედიაში, სამეგრელოში, თბილისში და ასე შემდეგ.